დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და ვართ ახლა ფლიმარკეტზე. მეობასთან ერთად. მეობასთან ერთად. ნუ კაკ არის და მეობა აქ არის. ფაქტობრივად თათია შემოვიდა სტაბუცაზე და იქნება ფლიმარკეტი. ნიკოლოზ ნამაიშვილი აბესალომ ჩაგუნავა შემოგვიერთდნენ. ჩემ ჩაღარას უკვე საზღვარი აღარა აქვს. სადაც ახლოდან გამოვწიო და შეხედე. წლები გამოცდილება ნერვიულ მეობას დალევ და დაგავიწყდება ყველაფერი ჩემო გიორგი ჭაღარაგა პრობლემები ყოველ შემთხვევაში მცირე დროით მაინც თავს ბედნიერად იგრძნო ბედნიერი ვარ მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი გავხდები მეობით ესე იგი მე ვიცი რომ სასმელი არის რომელსაც მეობა ქვია მაგრამ მეობა მხოლოდ სასმელით არ შემოიფარგლება ხო და ფლიმარკეტამდეც არსებობდა ეს ბრენდი ეს ფლიმარკეტამდე არსებობდა ბრენდი არა კოქტეილის სახით არამედ როგორც დასახელება მეობა პატარა ისტორია აქვს მოგიყვებით და მიხვდებით რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ანუ ერთ-ერთ ივენტზე მე და ჩემი მეგობარი ვიდექით საფერფარაშოს რიგში და ნუ საკმაოდ დიდი რიგი იყო და ნუ ესე უკანო გავიხედეთ, დავინახეთ უცბად ძალიან სწორი ხაზი და ამ სწორ ხაზში სულ ყველა ქართველი ედგა და ძალიან გაგვიკვირდა, ანუ ეგეთ ხაზს ალბათ მარტო ოსურის ცეკვის დროს თუ გააკეთებს ქართველი. და ნუ დავიწყეთ ხუმრობა რა თქმა უნდა იმაზე, ნუ ხუმრობა გულის ტკევილით რომ აი ესეთი რაღაცები არ ხდება და იქ გზაზე გადასვლისას ხო არ უთმობთ ერთმანეთს და ნუ ბოლოს დავედით იქამდე რომ თავარია ქართველობა შევინარჩუნოთ, თავარია მეობა გქონდეს და იქიდან წამოვიდა ეს მეობა. ერთგვარი გახდა ერთგვარი სარკაზმი ამ ყველაფერზე, ისეთ გამოთქმებზე როგორც არის ქალი კუხნაში და ასე შემდეგ. მე გითხრა დააკვდა თქვენს პროდუქტს მეობა. და შეიქმნა რაღაცა შეიქმნა ბრენდი, მე რეალდექით და დავბეჭდეთ მაისურები, საკმაოდ ესე მოეწონა ხალხს, ანუ ეს რაღაც ისეთი არ არის რაღაც პროდუქტი, რომლის მაისურსაც თქვა არ ჩაიცნობა. ნუ ცოტა სახალისო ზოგადია და თან ლამაზია. ზოგადია შესაბამისად. ქართულს განსაკუთრებით თუ ხდება, აი ყველა რაღაცა ქართულს და ქართულს ყველაფერს, აი მეობა. თავარია მეობა. შემდეგ უკვე მოვიდა ფლიმარკეტის დრო და ვიფიქრე რომ რამე გამეკეთებინა. ანუ როგორც თქვენ გოგონას მე ბევრი ტანსაცმელი არ მაქვს, ესე გარდერობეს ავსე არ მაქვს რომ ავდგე და ნახევარი გავიტანო გასაგებად. ვანახოთ ჩვენი გარდერობა. შესაბამისად ვიფიქრე რომ რამე სასმელს გავაკეთებ თქო და ნუ დავიდან ვფიქრობდი სანგრიას ასე შემდეგ და ბოლოს დავუკავშირდი აბის, რომელიც მუშაობს ღვინის ერთ-ერთ მარანში და აბიმ შემოვთავაზა საკმაოდ კარგი ოქტეილის რეცეპტი. რომელიც არსად არ გვხვდება ბარში საქართველოში. საიდუმლო. და ამ კოქტეილს დავარქვით ექსკლუზიურად მეობა. ანუ მე როგორც ვთქვი მან დამოუშვებ. ხო რომ მოვიდა. იხედება ხო? როგორ არ მოდით მაგრამ შეიძლება ხო? და ერთი კვირის წინ ვიყავით თბილისის სამერსედზე, იქაც იყიდებოდა უბრალოდ იქ ცოტა ეგზოტიკური ვიზუალი ქონდა, იყო ქოქოსებში და ანუ სხვადასხვა ივენთებზე შევხვდებით ხოლმე მეობას. და ძალიან საინტერესო წარწერა ქონდა თან ფლიმარკეტზე, მახსოვს პირველად რომ შევხედე, გამეიღიმა მეობა ყველას. იყო სასმელის. აბა რა ექსკლუზიურია, ანუ ეს ინგრედიენტები, ეს სასმელი არსად არ შეგხვდება სხვა სახელით და იგივე ფორმით, ხო? და არის შენი შემოქმედება. ჩემი რეცეპტია და ნიკოლოზის სახელია და ჩვენ ერთობლივად ვქნით ამ პროდუქტს. ერთობლივ პროდუქტია. აი, მოდი გითხარი რა არის. რაღაცა ბოლომდე არ მოყვა და არც მოყვა. ხო, ანუ ერთი ინგრედიენტია ღვინო, დანარჩენს არ გეუნებით და მეობაში ღვინო უნდა. მოკლედ დავიწყეთ მეობაში ყინული მივხვდით. ის გარდა კიდე გამოვიცანი ყინულიც უნდა. მე ჩვენ რომ გამოვიცანთ რეები არის. და რაღაცა დეგუსტაციის ცოტა გამოცდილებაც გვაქვს, ხო? გეთანხმები. თავიდან ჩემი ძრამეში მოგეხსნა. შემდეგ მარჯვნივ და შემდეგ მარცხნივ. ყინულები ჩამიყრყინე. თუ ვიშოვე კოვს. და როგორი გემოგრჩება, ამასაც როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს. გიო, წინა უჯრაში, მოდი, აი აქ პირველ უჯრაში. მომწონს რომ აი თვითონ ის ნაკლეიკები რა შეიძლება და თუ ხალი ხო არის და ხო მარტიკე სტიკერები ხო ხო დავუჭდეთ სტიკერები მე ხალხი სულ ითხოვს და ითხოვს სტიკერები აღარ იქნება ანუ მეობამ პირველ ეტაპზე დაბეჭდა მაისურები მხოლოდ რა აქტივობები არ ქონდა თუნდაც აი იმის წინააღმდეგ რომ ხალი კუხნაში გავრცელებული სტერეოტიპი ესეთი კონკრეტული აქტივობა არ გქონია რადგან იყო ერთგვარი სარკაზმი ამიტომ ვიფიქრეთ რომ რაღაც ესეთ სოციალურ აქტივობას ამ ეტაპზე სარკაზმი ყველაზე მეტად ხვდება გულში ადამიანს. ესეთი კარგი იარაღია. შესაბამისად შეგიძლიათ შევხვდებით სხვადასხვა ბარებში თუ რესტორნებში თუ კაფეებში, მენიუებშიც არის. ჯერჯერობით დღესდღეობით ვერ შევხვდებით. დღესდღეობით არ თუ იგეგმება.
ეხლა ჩვენ რომ გვეწონება რომ დავლევთ და გადავირევით. სად უნდა გამომეოროთ? მე ფლიმარკეტს თუ შეგიძლიათ თუ რაიმე ივენს დაგიგოთ, შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ, ჩვენ შემოგთავაზეთ მოვოთ და იქ და საკმაოდ განსაცდელი იდეა. კი, ფლიმარკეტზე 2 ლარი ღირს. პატარა ჭიქა. პატარა ჭიქა ღირს 2 ლარი. დიახ. პატარა ჭიქა მეობა თავის სათქმელს ამბობს, თავის საქმეს აკეთებს. რამდენად ეს არის, რა ქვია, გრადუსიანი ესე რომ. ანუ რაღაც პროცენტულობით ხელს უწყობს იმას, რომ ქართველობა არ დავკარგოთ. ამას მოხდეს ეს პატარა ჭიქა. სხვათა შორის ნაბახუსევზე არის წამალი. მისწრება. კი, მარტო ჩვენ მედანიკა მე გამოცადეთ. წამალი მოიგონეთ. რამდენად ქონდა განცდა ყველაფერს ბიზნესად გადაზღვის? საერთოდ არა, თავიდან რა თქმა უნდა, გასართობი იყო უბრალოდ და შემდეგ რაღაცა კომერციული სახემი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახლა აღმოვაჩინოთ თუ თქვენ ამას ფორმულირებას მიცემთ, რომ ნაბახუსევს შველის დამერწმუნეთ, რომ ეს იქნება ყველაზე სარფიანი ბიზნესი. ხალხი თვითონ მოგაგონებთ. სადაც იქნებით? რაღაცებს ჯადოქობს არ ვუხურებ გაფართოებული თვალები. რა ინგრედიენტები შედის ვერ ხვდები. მარტო არ ვიცი. დოზირებას როგორც ნუტრი კითხვა ყველაზე პოპულარულია ფლიმარკეტზე, რომ მოდიან ყველას უნდა რაღაც გამოგვს სტაციონეს რეცეპტი და რატო ძალიან გემრიელია მე არ გამისინჯოს ალბათ გემრიელი როგორი სიტუაცია არის? 100-დან 1 ადამიანი იჭღანება. გასინჯოს. ეს არის 100-დან იმ 100-დან 1-4-ე არის. ანუ არ იმ ძაფგემოა თავი და არა, ძალიან კარგი გემო აქვს. მოითმინეთ. ესეთი წამოვიდა უკვე რაღაც. ჩვენს პროდიუსერებს ხო ენდო? რისი სუნი იგზენია გიორგი? ფლიმარკეტის ხშირი სტუმრები არიან. და გვეუბნებიან რომ და ძალიან გემრიელი საოცრებაა. არის. ასე რომ არ დავიჭყანებით. ინგრედიენტებს არ რა დაგვჭყანავს ისე არა, რა თქმა უნდა. საკითხავიდან. გიორგი, რისი სუნი გეცა ეგ მაინც თქვენ? მე მივიშვით მე სუნი. კაი მივალ. ძალიან იქნებ ჩემი სიტყვა გითხრა და დავისხავდი კიდევ ასეთი კაისუნია. გამატარე. ნახე კაისუნი. ნიკა, როგორ წარმოგიდგენია ამ ბიზნესის განვითარება? გაქ რამე გეგმა ესეთი, რასაც სამომავლოდ აქვს? გეგმა არაფერი, თუმცა რაღაც მონახაზები მაქვს არა მხოლოდ კოქტეილზე, არამედ ზოგადად აი ასე ვთქვათ ბრენდთან დაკავშირებით. ეხა კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვთქვი, რა ვიცი, იდეაში ვფიქრობ, რომ იქნებ რაიმე კაფე გავაკეთოთ ან რაიმე ივენტები. იგივე ბრენდით და იგივე ლოგოთი. და თუნდაც სანამ კაფე გაკეთდება, მანამდე თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა ფარფების მენიუში მიიტანოთ და ამაზეც ვფიქრობ და მეტავზე მიდის მოლაპარაკება. იმიტომ რომ უკვე ესეთი პოპულარული გახდა ფლიმარკეტის საშუალებით, რომ მე მგონი დროა უკვე გადაინაცვლოს კაფეებზე და ბარებში. რომ ივენტს თუ აკეთებ, შეგიძლიათ დაგიკავშირდეთ, შეგვიძლია და მოხვალთ და კოლოსალური თანხაც არ დაждდება ალბათ ეს. არა. გიორგი მაგნიშნა, როდესაც სურნელზე ვსაუბრობდით, თქვა რომ ზაფხულის სურნელი აქვს. მანდილოსანი მობძანდა. მანდილოსანო. მანდილოსანო. მანდილოსანი ვარ. ძალიან მოეწონა. მეორე მანდილოსანი მეც მანდილოსანი ვარ. გამოიქნებით. მადლობა. გამართვა. 10 დილოსანს სარეღირსა. ესეთია საზაფხულოსასმელია, ზაფხული ყველაზე მეტი. ძალიან კარგი დასწრება. მეობა, რა გემრიელია. იცით რა მაინტერესებს? ვინ იჭღანება? რატომ უნდა იჭღანება? არ ვიცი, შენ ადვილად იმდენად მიდის. ესეთია ბილი და აი რაღაცა თან ფრეშ. ხო, გონია რომ არ უნდა კონდეს ალკოჰოლი და ამ დროს აქვს. შევენაჩუნებინოს მეგობრებო. მეობა არის მთავარი გიორგი. სხვათა შორის, როდესაც კოქტეილს ვაგემონებ ხოლმე, ყოველთვის არ მომწონს ძალიან იგრძნობა ხოლმე ალკოჰოლი. და ეს არ მომწონს. ალკოჰოლი ესენციები იქნება, ეს არის ძალიან მზად ვარ. კარგი და დადებითი ეს. მით დაჭიქდა მე კოქტეილებთან ერთად. მე მოგიტანეთ მაისურები საჭმელად სრული კომფორტი. ძალიან მაგარი მაისურები მე მაგარია. ოჯახში ხელსარიელი ხარ მოვიდოდი. ახლა გადავიცვა მამაის. მეობა, როგორი კეთილები. ფერები სხვადასხვანაირია და როგორც მოგეწონებათ ისე. მეც ახლა გეტყვი მე. მეც მოგითა ჩემი შეყარელი ფერი. ჩემ მაისურზე იყო უკვე კონკურსი გამოცხადებული და დამარცხდა. აუ რა მაგარია როგორ. ნახეთ მეგობრებო, რა საჭმელები მივიღეთ. მეობა მართლა რომ ყველას მე ნაცრისფერი 1000-ს რომ მოუხდებოდა ისეთი, მაგრამ 1000-ი რო არ არის. გადაიცვინეთ, გადაიცვინეთ. 1000-ს შევიდით, რომ შემდეგ ფლიმარკეტზე აუცილებლად გაუმართლებს მასაც. გავუკეთებთ მაისურს. ვაი, მაპატი. უღრმესი მადლობა. არაჩვეულებრივი. რა თქმა უნდა.
არა, მეობა ისეთი ბრენდია მე როგორც მივხვდი, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შეჩერდეთ. ხო და რაღაცები გითხრა, მაგალითად ერთი იდეა, ალბათ უფრო სამომავლო, ის რომ გააკეთოთ თქვენი საკუთარი კაფე მეობა, რომელიც ჩემი აზრით იქნება ძალიან პოპულარული. ისე კიდე ისეთი უფრო ტრადიციული, მცირე ისეთი რაღაცები როგორც ხათი როგორც არის მაისური და სასმელი. კიდევ ესეთ პატარ-პატარა აქტივობებს აპირებთ, სანამ მიხვალთ თქვენ კაფემდე. ნუ ფიქრობთ, რომ ჯერჯერობით არსებულ ვენიუებზე შევიტანოთ, შემდეგ უკვე პარალელურ რეჟიმში მოვაწყოთ ჩვენი პატარ-პატარა ივენთები. მეობის ივენთები. მეობის ივენთები. შეიძლება იყოს სადაც შეგეძლია მიხვიდეთ და შეიძინო მეობა. არ არის აუცილებელი რომ რაღაც შენობაში იყოს, შეიძლება პიკნიკის სახე ქონდეს, შეიძლება ქალაქგარეთ იყოს და ვფიქრობ რომ როდესაც გადიოდით ფლიმარკეტზე ან როდესაც საპირფარეშოს რიგში იდექით და ხუმრობდით მეობაზე, გიფიქრიათ რომ ესეთი პოპულარული გახდებოდა? ნამდვილად არ მიფიქრია, საერთოდ არ მიფიქრია ამის შესახებ, უბრალოდ იმ წუთში ვიყავი ძალიან მთვრალი და ამით ძალიან უხალისო. ისინი ფხიზლები იყვნენ სწორედ. და რა იცით, აი ამას რო დავლეთ, რა იდეა მოგვიზიდეს თავში. ამას ვთვალებთ შეიძლება თავში. დროს თურმე მეები მოსდეთ ადამიანს. ერთადერთი ფაქტია, რომ მეობაზე, რაც მე შემიძლია ვთქვა, მეობაზე ვიქნები დამოკიდებული, ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა მეც. ძალიან გემრიელი. ისეთია. გამარაგო. ყველგან უნდა იყოთ ჩემი აზრით, სადაც ზაფხულობით აქტივობები იქნება. სადაც გაჩერდები ყველგან მეობას არა მარტო ზაფხულობით, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში არახსა და ენერგეტიკულ სასმელს ურევენ ერთმანეთში და სწორედ ამას ჯანმრთელობისთვის არის საშინელება. ეს თან სამკურნალოა მე მგონი ისეთი შეიძლება ამ სასმელში და კიდევ ათასი რაღაცა თან ზუგზე. გასწორებული. უკრი გავსწორდი სკოლიოზე აღარ. ანუ კარგი ხასიათი იყო. აი რაც აღნიშნე, სანამ ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი დაიწყებოდა, რომ გაბედნიერებს ხო მეობა. კარგხასიათი გაგდებს. მე მგონი ჯადოსნური სასმელი რომ ფლიმარკეტი როდის არის? ფლიმარკეტის შემდეგი იქნება ამ კვირას არა და 20-ში, მე მგონი შემდეგ ორი კვირის მერე. ვერ ვიღებს სანამ მოხვედრას. ყველანი მივდივართ კიდევ ფლიმარკეტზე მეობის ჩემი შექება ფლიმარკეტს, რომელმაც აღმოგვაჩენინა ჩვენ პირადად არაერთი ნიჭიერი ადამიანი, მათ შორის თქვენც. და იმედია რომ გაგრძელდება სულ ხო? იმიტომ რომ ჩვენ თემა არ გველევა ფლიმარკეტზე. მე ველოდები თქვენს კაფეს, მაგრამ სანამ თქვენს კაფეს დაველოდები, მანამდე სხვადასხვა დაწესებულებებში თქვენი სასმლის შეიტანას. მოვუწოდებ ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. მართლა ძალიან. Facebook-ზე მოიწონეთ ჩვენი გვერდი მეობის და ვიმეგობროთ. ქართულად ქვია? ლათინური ასოები. ლათინური ასოები. მეობა იპოვეთ აუცილებლად და კორპორატიულ საღამოებზე და ივენთებზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ და თქვენს სუფრას დაამშვენებთ მეობა, რომელიც არის ჩემის აზრით უკონკურენტო სასმელი. სატელევიზიო კორექტულობის გამო არ ვამბობ. მართლა ძალიან გემრიელი. და მე მართლა მომეწონა. კი, გეთანხმებით. დიდი მადლობა სტუმრებს. წარმატებას გისურვებთ და თვალყოს მივადენებთ თქვენი ბიზნესის დავარსებულ განვითარებას. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის, მართლა. კაფის პრემიერა ჩვენს ეთერში იქნება, მოდი სიტყვით გამოვარდოთ ჩვენ სტუმრებს. და ჩვენი პირველი ივენთი ისე არ ჩავლის თქვენ რო არ გვესტუმროთ. რა მაგარია. ჩვენი მაისურები. მეობა და ჩვენ მეგობრები გავხდეთ. საჩუქრები მივიღეთ, დაპატიჟება მიიღეთ, ახლა ეს გადაცემია მაყურებელს. ხვალამდე. ნახვამდის. ნახვამდის.